ცოტა თუ კი დაიღალეთ გასართობად მოიცალეთ გინდა ღიარული ამბები აქ ყველაფერია ხდება რაც ხდება და რაც არ ხდება ნახეთ უცნაური ზღაპრები მოწყენილი მდიდრები და ბედნიერი ღარიბები მოკლეთ მიტა გრძელი ულვაში შუბის თავი მეზობლების ცნობები და არიფები ყველა ცხოვრობს ქერის უბანში იმაიღო გადაიღო ტემპირი დაიბანა იმაიღო გადაიღო ზემპირი დაიბანა ვა კაცო მე ვოკალში კი არ ვარ ჯიშობ იმაიღო გადაიღო მეთქი ჩქარა ეხლა ჩქარა გადაიღო ყურადღება ბატონი ბიძინას თხოვნით ამინდში ცვლილება ცვიმა გადადებულია გაურკვეველი ვადით მიშა რასაკეთებ აქ დილიდან რო უკაკონებ კოდელესევით ეს არის რადიოკატური საქციელი და ეხლა მიამაზე კომენტარს არ გავაკეთებ სპეციალურად რა უღოს კაცო ამაზეა ნათქვამი უსახმური კაცი ხეში ჩიტის ბუდეს უყრიდაო მართლა რა ჩალიჭო მამეთ გასაგებია მიშა ერთი კითხვა გამიჩნდა გენიოსურ თავში გამჭვირველი რატოა ჩიტების პოლიციას აკეთებ რა ჩიტების პოლიციას ვერ გავიგეს ხო უნდა დავინახოთ გარედან რას აკეთებ ჩვენი ჩიტი ხო აი დეხავსო იქნება და იბჩიც გაპუტულს უნდა სახში გავლადო ეთქობა პირველ ოქტომბერს რო კაი ჩიტი დაიჭირა იმას უკეთებს სახში ესე იგი რო დავთვალე ახლა 80 საფეხურია კიბეზე ჩემს სახლამდე ანუ 100-ლა ჩამოსვლა ეს არის 160 საფეხური გამოდის რომ ხალხში ერთ გასვლაზე წავ 200 კალორიას ესე იგი 200 კალორიას წავ გასვლაზე და ვიღებ მხოლოდ 100 კალორიას ხარჯი მეტია გამოდის რომ ხარჯი მეტია ესე იგი ხალხში გასვლა წამგებიანია ეს მართლაც კაი დასვლა გამოვიტანე გეუბნები მაგ ხალხი დაგღუპავ შენ თქვა შემეჯო რაცხა ორი დღე ვიყავი რთველში და რავეები კიდე კახური კილო ჯო აკიდო ახლა იცინე შენ და ასე თუ გავაგრძელე კალორიების დაწვა შეიძლება 50 წელიწადში გულის კი ამიჩხარდეს და ჯანმრთელობის პრობლემა გამიჩნდეს მერე შენ სადექიდან ლიფტით იარე ახლა რიტორიკა ჩაუგერდი შენ ლიფტით რო ვიარო 100-ლა ჩამოსვლა 10 თეთრი უნდა ესეც თვეში კაი ბელტივით 6 ლარი გავარდა ხელიდან რაც 50 წელიწადში უფრო ავნებს ჩემ ჯანმრთელობას ვიდრე კალორიების დაწვა მოიცა ჯერ სათხართ მალე ტყეპარკად გადავაქცევთ ქერესუბანს გვექნება მეტი სიმწვანე სუფთა ჰაერი და ჩიტების ჭიკჭიკი ხლა მეტი რა ვაკეთე ჰეი ოჩოპინდრე ჩამოდი ერთი ძირს არ დაიხალა ეს კაცი სულელური დაპირებებით ადამიანებს მისმინე სულელური დაპირებები შენსკენ მოიკითხე რომ გამოკეთილ ხარ 4 კედელში და ტიბეტიდან ჩამოტანილ ჰაერს რომ სუთქო მარტო ერთ უყური ამას მე მყისერთ მოვითხოვ რომ ბოდიში მოვხატოთ ბატონ ბიზნეს აქვე მინდა პადობა თხელ ბატონო ბიზნე რომ დაგიცავით თქვენ დიდი მადლობა ოჩახი რაკლი ოჩახ მადლობა რომ მართლაც დამიცავი მართლაც მაგარი ხარ რასამ მადლობა მე თქვენგან ბატონო ბიზნე რა ბედნიერება ბატონმა ბიზნემ მადლობა მითხრა დროზე რამე შენიშვნა დააწიე თორე ამოუვარდა ელენთა შევიდა და ზეძავა მე ვიცი რა არის ელენთა აი მაგერ ნაშის რო დავინახავ სულ ელენთა მიმართება რასაკეთებ კაცო შენ ჩამოდი სასწრაფოდ როგორ შეიძლება ხედზე ლურსმის მიჭედება დანაშაულია ეგ დანაშაული ჩამოდი როზე გავმივიდა ახლა ესეც ბუნების დამცველი რა მთელი ფლორა და ფაუნა ამდენი წელია ტრაფიკინგში ყავს ხო ვის ყავს ცხოველები ტრაფიკინგში ტრაფიკინგი კი არა ისე მივლის ჩემი ბრძანებელი რომ ცივნი ავსარ მაკარებს დავიწვი კაცის სიცხისგან კაცო არ შეიძლება მეთქი ამ ხედზე ლურსმის მიჭედება ეს არის უნიკალური ჯიშის ყაყალი წითელ ციკში შეტანილი ეს ჯიში სად არის უბნის ინსპექტორი კაცო გააკავოს დამნაშავე
ხო, რა საშიში ბოროტ მოქმედია? აქ ვარ ბატონო ბიძინა. რა საკეთებ კაცო რას? მივასო ჭუღები და შენ უარ საკეთებ? აი ძმაო, იდაღვზე წითელი ხალი ხომ არა გაქვს? რა იდაღვზე, ჩემი დედას მიცავა. სკოლაში ქართულს დაბლაკებელი ხო არ გასწავლიდა შენ? ისმინეთ, გაფუჭებაზე კი არა, გაკეთებაზე უნდა ვიფიქროთ. აქ ჩვენ ცხოვრობთ, ჩვენი შვილები ცხოვრობენ, თამაშობენ. ამიტომ უნდა დავდგოთ ბევრი ხე. ავაშენოთ გასართობი ნაგებობები, რომ ხალხმა გაიხაროს. მაგალითად საბაგირო. მოიცა ხო, რა საბაგირო ხო? საცხოვრებლო უბანში ვინ გაგაკეთებინებს საბაგიროს? ამას ქალაქის ხელმძღვანელობის თანხმობა ჭირდება, ხო? ქალაქის ხელმძღვანელობას ველაპარაკე უკვე მე. ყველაფერი აუხსენი და ის შეახტოვანდა, ბიუჯეტიც არ დაუთვლია. იყოს გენდობიო. და კორპუსის თავმჯდომარე ვიცის ეს გეგმა? გადაირევო კაც. თან მაგის მკაცრი ხასიათი რო ვიცი. უი, რა კარგი გამახსენე. წავედი. ბატონმა ბიძინამ მადლობა მითხრა. მარგվել, პრეზიდენტსკი პაიოკი მოვიდა. ეს მარტო ფაფაა? რა ვიცი, მბრძანებელმა ეს გამომატანა. კი, მაგრამ მიშამ არაფერი გამოგატანა ჩემთან. კი, პური გამომატანა ერთი ბუხანკა. მაგრამ შემთხვევით კლიბი აღმოჩნდა შიგნით და გადავაგდე. არ მოწამლოს მეთქი. ფუ, რა არის ეს სალაფავი, ეს როგორ ვჭამო? აბა რა გეგონა? კორპუსის თავმჯდომარეობა რო კარგი იყოს, შენ დამასწრებდი? კი მეხვეწებოდა მბრძანებელი, მაგრამ ბუნებით არ ვარ კარიერისტი. კაი, წავედი მე. მე კატეგორიულად მოვითხოვ აიკრძალოს ამ ულამაზეს ადგილზე. უსახური საბაგიროს აშენება. რიტორიკაში თვალი შენ, ირჩეულია შენთვის. ხალხზე უნდა იფიქრო პირველ რიგში და არა საკუთარ თავზე. საბაგირო თუ არ ავაშენით, რითი გავართოთ ხალხი? ბატონო ბიძო, მამენტ ხალხის გართობაზე იოლი რა არ უნდა იყოს, არა? ხან შენ მოყვები ანეკდოტს, ხან სოსოი ლაპარაკებს იბზნებს და ხალხის გაერთობა რა. ბიჯო, გაჩუმდი თუ ძმა ხარ, მაგისი ანეკდოტებით სახში მაქვს ყურები გამოჭედილი და ახლა ეზოში მასმენინე კიდო. ასეთი ძველი უბნის იერსახე სულ დაამახინჯებს თანამედროვე საბაგირო. მე ამას არ დავუშვებ, მინდა იცოდე. აი რა კარგია, ბუნები დემოკრატი კაცი რო ვარ. ოპონენტის მოსაზრების გათვალისწინება უნდა შეგეძლოს. მართლაც შეიძლება თანამედროვე კონსტრუქციამ ძველი იერი დაამახინჯოს. ამიტომ შევეცადოთ, რომ ძველებური სტილის საბაგირო გავაკეთოთ. შენ კიდე ისიმე წინააღმდეგები ვითომ ჩემთვის მინდოდეს, ხალხისთვის ვწვალო, ამდენს ხალხისთვის. ნახეთ, სახელისა კარგი მოუფიქრე. პანორამა ქერისუარი, საოცარი სახელია. გაჩერდით გაწვახლავე. გაჩერდი მეთქი. ნუ გროხუნეთ კაცო. აყუჩები დაუყენეთ, ჩუმად უნდა ვიმუშაოთ, რომ ხალხი არ გავაღვიძოთ. დილისთვის სიურპრიზი ვინდა დავახვედრო, სიურპრიზი. ბატონმა ბიძინამ მადლობა მითხრა. ბატონმა ბიძინამ მადლობა მითხრა. მოგესალმებით ქერისუგნელებო. მთელი ღამე ვიმუშავე, რომ თქვენთვის ეს სასიხარულო საჩუქარი მომემზადებინა. და ჯერ სათხართ. და კიდევ ბევრ რამეს მოვიფიქრებ, რომ თქვენ იყოთ ხალხო ბედნიერი და მხიარული. რა არის ეს, რა გაგიკეთებია? აგრომ უნიკალური ჯიშის კაკალი დგა, სად არის ერთი ეს ხდა მოინტერესებს? აიღე, ამ კაკალს უნდა გაუფრთხილეთ, წითელ წიგნში შეტანილი და იუნესკო იცავს. წამოდი მბრძანებელო, გავიკატაოთ. რას ელაპარაკები მაგათ? აბა წავედი. ოპ, დაიცა, საძახვედით, აბა ხალხმა გაიხაროსო? მე ხალხი რა კაცო? ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ. ესე იგი ხალხი ვარ. აბა, წავედი.
მადლობა მითხრა ბატონმა ბიძინემ. მადლობა. თუკი დაიღალეთ გასართობად მოიცალეთ გინდა მხიარული ამბები აქ ყველაფერია ხდება რაც ხდება და რაც არ ხდება ნახეთ უცნაური ზღაპრები მოწყენილი მდიდრები და ბედნიერი ღარიბები მოკლეთ მიტაგრძელი ულაში შუბის თავი მეზობლების ცნობები და არიფები ყველა ცხოვრობს ქერის უბანში იმაიღო, გადაიღო, ძემპირი დაიბანა. იმაიღო, გადაიღო, ძემპირი დაიბანა. ვა, კაცო, მე ვოკალში კი არ ვარ ჯიშობ. იმაიღო, გადაიღო მეთქი. ჩქარა ეხლა, ჩქარა გადაიღო. ყურადღება ბატონი ბიძინას თხოვნით ამინდში ცვლილება ცვიმა გადადებულია გაურკვეველი ვადით მიშა რასაკეთებ აქ დილიდან რო უკაკუნებ კოდელესევით ეს არის რადიკოტური საქციელი და ეხლა მიამაზე კომენტარს არ გავაკეთებ სპეციალურად რაუს კაცო ამაზეა ნათქვამი უსაქმური კაცი ხეში ჩიტის ბუდეს უყრიდაო მართლა რა ჩალიჭო მამეთ გასაგებია მიშა ერთი კითხვა გამიჩნდა გენიოსურ თავში გამჭვირველი რატოა ჩიტების პოლიციას აკეთებ რა ჩიტების პოლიციას ვერ გავიგე ხო უნდა დავინახოთ გარედან რასაკეთებ ჩვენი ჩიტი ხო? აი, დეხავსო. იქნება და იმჩიც გაპუტულს უნდა სახში გავლადო. ეთქობა 1 ოქტომბერს რო კაი ჩიტი დაიჭირა, იმას უკეთებს სახლში. ესე იგი, რო დავთვალე ახლა 80 საფეხურია კიბეზე, ჩემს სახლამდე. ანუ 100 ჩამოსვლა. ეს არის 160 საფეხური. გამოდის რომ ხალხში ერთ გასვლაზე წვა 200 კალორიას. ესე იგი 200 კალორიას წვა გასვლაზე. და ვიღებ მხოლოდ 100 კალორიას. ხარჯი მეტია, გამოდის რომ ხარჯი მეტია. ესე იგი ხალხში გასვლა წამგებიანია. ეს მართლაც კაი დასვლა გამოვიტანე. გეუბნები მაგ ხალხი დაგღუპავ შენ თქვა. შემეჯო რაცხა 2 დღე ვიყავი რთველში და რა ვევიკიდე კახური კილო. აკიდო